საღამო მშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? იმედია ყველანი კარგად გრძნობთ თავს, სულიერი სიმშვიდე გაქვთ და ჰარმონია და ზრუნავთ თქვენს თავებზე. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გითხრათ, ვინც აქტიურობთ ჩემს კომენტარებში. თუ მოგწონთ მეგობრებო, ჩემი ვიდეოები გამოიწერეთ ჩემი არხი და მოიწონეთ ჩემი ვიდეოებიც, რომელიც რეზონირდება, რა თქმა უნდა, თქვენზე. ან საკითხი, რომელზეც ვსაუბრობ და გაინტერესდებათ, მადლიერების გამოსახატავად მოიწონეთ ჩემი ვიდეოები. დღევანდელი ვიდეო მინდა დავიწყო საკითხით, რომელიც ძალიან გავრცელებულია ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით. ეხება ქალბატონებს, რომლებიც ჩერდებიან ისეთ ურთიერთობებში, არაფრის მომცემ ურთიერთობებში, სადაც ძალიან დიდ დროს კარგავენ. არ ვიცი, ეს რაღაც ქართული მენტალიტეტი თუ მაინც აღზრდის მომენტი გვაქვს ჩვენ ქართველ ქალებს, რომ რაღაც არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ მერე რა მოხდა, დაინგრეს ოჯახი, მერე რა მოხდა, ბევრი პარტნიორი გამოიცვალე. ანუ ესე ამას არ ვიძახი არანაირად ამ ყველაფერს, მაგრამ როდესაც ქალი არის ურთიერთობაში, არაფრის მომცემი ურთიერთობა ნიშნავს რას? როდესაც კაცი გვერდით არ გიდგას არანაირად, არც ემოციურად, არც ფიზიკურად, არც სულიერად. უკაცრავად მომიწია გაჩერება. დავაპაუზე ვიდეო. რას ვსაუბრობდი? ესე იგი, ურთიერთობა, სადაც მამაკაცი გვერდში არ გიდგათ არანაირად, არც ემოციურად, არც ფინანსურად, მისთვის სულ ერთია თქვენი განწყობა, თქვენი გულის ტკივილები, თვალცრემლიანი რომ დაგინახოთ, არ გეტყვით რა გჭირსო, რა დაგემართა. ანუ სულ ერთი ხარ, ერთ სიტყვით რა. და ქალი, რომელიც ჩერდება ასეთ ურთიერთობებში, მეგობრებო. ერთი რაც შეიძლება მინდა ვთქვა, აი ამ საკითხთან დაკავშირებით, არის ის, რომ კი ბატონო, შენი არჩევანია. გაჩერდი, ითმინე, ბოლოს იმდენჯერ მოითმენ ამ ყველაფერს, რომ მიეჩვევი კიდეც და გეგონება, რომ ეს ასე უნდა იყოს. სხვანაირად ესეთი ადამიანია, სხვანაირად არ გამოსდის. ეჩვევა ზოგადად, ბევრი ქალი ეჩვევა ასეთ სიტუაციებს და არ მიდიან ამ ურთიერთობიდან გარკვეული მიზეზების გამო. და ამ დროს რა ხდება? მთელი ცხოვრება გააჩნია, რამდენი ხანი იქნები ასეთი პიროვნების გვერდით, მთელი ცხოვრება გექნება შინაგანი დანაკლისი. რამდენი თვე, რამდენი დღე და რამდენი წელიც გაატარებ ასეთი პიროვნების გვერდით, გავაწლები და მიხვდები, რომ ზუსტად იმდენი დრო დაკარგე, რამდენი დროც გაატარე ამ პიროვნებასთან. იმდენი დრო დაკარგე ზუსტად ცხოვრებაში და დადგება ისეთი მომენტიც, რომ გექნება უდიდესი დანაკლისის გრძნობა, შინაგანი დანაკლისის და ეს დანაკლისი იქნება ზუსტად ის დრო, რომელიც ამ ადამიანთან გაფლანგე უბრალოდ და არ იყავი ბედნიერი. ბევრი რამე დაგაკლო ამ ყველაფერმა. და ზუსტად ეს იქნება ის დანაკლისი, რასაც წლების შემდეგ აუცილებლად ინანებთ. ასე რომ მეგობრებო, ქალბატონებო, რომლებიც ხართ ამ ურთიერთობაში, კარგად დაფიქრდით, ასეთ ურთიერთობაში ვინც ხართ, რამდენად გიღირთ იმ შეგრძნებად, რაც წლების მერე დაგეუფლებათ.
დროის დაკარგვა. რამდენად გიხვით ასეთ პიროვნებებთან? კი ბეტონო, ბევრს აღარ ვისაუბრებ. დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი გაშლა და ვფიქრობ, რომ გავაკეთოთ საკითხზე, რა წარმოდგენა აქვს მას თქვენზე. ჩაიფიქრეთ პიროვნება, თქვით მისი სახელი და გვარი, ცოტა განვიტვირთოთ და გავიგოთ, რა წარმოდგენა აქვს თქვენზე ამ პიროვნებას. ზაფხულის განტვირთვის საღამოები მოვიწყოთ ხოლმე, იმიტომ რომ ამ ბოლოს საკმაოდ გვიან გიწერთ ხოლმე ვიდეოებს ატომაც. კი ბატონო. რა წარმოდგენა აქვს მას თქვენზე, ვინც ჩაიფიქრეთ ეხლა? რა წარმოდგენა აქვს მას თქვენზე? ოჰო, საინტერესოა. კარგი. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ფონი არის ისეთი, რომ თქვენზე ფიქრობს ეს ადამიანი, საკმაოდ შრომის მოყვარე პიროვნება ხართ, შრომის მოყვარე ქალბატონი ხართ, ქალბატონებს ვშლი. და ძალიან ბევრს შრომობთ იმისთვის, რომ მიაღწიოთ ფინანსურ სტაბილურობას და ასევე ძალიან ბევრს შრომობთ საკუთარ თავზე. ანუ მიყურებთ ქალბატონები, რომლებიც ბევრს მუშაობთ საკუთარ თავზე. აი, ესეთი წარმოდგენა აქვს თქვენზე ამ პიროვნებას. ასევე ფიქრობს, რომ მუშაობთ საკუთარ თავზე, ანუ სულიერ განვითარებაზე. არ გჭირდებათ ამ წუთას ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობს ის, რომ არავინ არ გყავთ მამაკაცი გვერდით და არც გჭირდებათ, რადგან მუშაობთ თქვენს შინაგან სტაბილურობაზე, ჰარმონიაზე, სულიერ განვითარებაზე, რაღაცნაირად სულიერ ვითარდებით და მაღალ ლეველზე ადიხართ ძალიან. ასევე ამისგან ცოტა განსხვავებული ტიპაჟიც ხართ კიდევ მისთვის, მის თვალში ის ფიქრობს, რომ საკმაოდ ცეცხლოვანი და ესეთი ნებიანი ქალბატონი ხართ და თუ თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისეთი მომენტები, რომ აი ძალიან წესით ტრაგიკულად უნდა აღგექვათ და ბევრი რამე დაინგრა და შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში, თქვენ მაინც ამას ყველაფერს იყენებთ თქვენ სასიკეთოდ. ანუ რაღაცა სულიერად კი არ ეცემით და ინგრევით და ნადგურდებით, პირიქით, უფრო მეტი თავდაჯერებულობა, უფრო მეტი სიმტკიცე, სულიერი, აი რაღაცნაირი ესეთი ენერგიული, უფრო მეტი ძალა გემატებათ თითქოს განსაცდელების ხარჯზე თქვენ. ანუ ესეთი წარმოდგენა აქვს თქვენზე ამ ადამიანს. ასევე ის ფიქრობს, რომ თქვენ შეიძლება საკმაოდ, ანუ მისი აზრით, თქვენ საკმაოდ ისეთი ლიდერი ქალბატონი ხართ და გინდათ, რომ ანუ აქტიური ლიდერი, შეიძლება ვიღაცები რაღაცებსაც მართავთ, ბიზნესლედები ხართ, ესეც გამორიცხული არ არის. და ასევე ფიქრობს, რომ საკმაოდ ესეთი როგორ ვთქვა, ოჯახის მოყვარული, მეოჯახე უბრალოდ, ხო, მეოჯახე ქალბატონი ხართ, საკმაოდ ზრუნავთ თქვენ შემოსავლებზე და თქვენს ოჯახზეც. ასევე რა წარმოდგენა აქვს თქვენზე? ამ წუთას ის ფიქრობს, რომ
თქვენ თუ ახლა არ გაქვთ ურთიერთობა, ან რაღაცნაირად დაპაუზებული, ან რაღაც მოხდა თქვენს ურთიერთობაში და ცოტა ვერ ხართ კარგად, ან წაკამათდით, ის ფიქრობს, რომ საკმაოდ იოლად შეგიძლიათ გატრიალება ურთიერთობებიდან, თქვენს გზაზე წასვლა, იმიტომ რომ არ აპირებთ, ზუსტად ამ სიტყვის მნიშვნელობით, არ აპირებთ, რომ თავი დაიმძიმოთ. ესე რაღაცა რო არ მოგეწონებთ დაუშვათ ურთიერთობაში, იოლად თავს არ შეაკლავთ. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ წეღან რაც ვისაუბრე, იმისგან სრულიად განსხვავებული ქალი მიყურებს, ქალბატონები მიყურებთ ახლა და ძალიან მიხარია ეს ფაქტი. ასევე ფიქრობს, რომ საკმაოდ კეთილი პიროვნება ხართ, ისეთი შინაგანი მშვიდი და ისეთი პიროვნება, თავისი გზა რო აქვს და თავის გზაზე რომ მიდის რა, თუ ვინმე შეხვდება ამ თავის გზაზე, კი ბატონო, თუ კარგად გრძნობ შენთან თავს, იყავი ჩემთან, თუ არა და კარგად იყავი. რაღაც ესეთი პიროვნება. კარგი, კიდევ რა წარმოდგენა აქვს ამ პიროვნებას, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, თქვენზე რა წარმოდგენა აქვს კიდევ? ეს რა? ანუ თითქოს რა წარმოდგენა აქვს კიდე თქვენზე? წეღან რაც ვისაუბრე. ის ფიქრობს თქვენზე, რომ რაც არ უნდა, ცუდად გრძნობდეთ თავს, როგორი არკანები ამოვიდა. რაც არ უნდა განადგურებული იყოს სულიერად, ემოციების კონტროლიც კი გიჭირდეს, ამის შენიღბვა იმდენად შეგიძლია და ტრანსფორმაციაში გადატანა, როგორ გითხრათ, წეღანაც ვახსენე, ზუსტად ის და ეხლაც იგივე ამოვიდა, რომ რაც არ უნდა ცუდად იყო, არ გაგდებს არანაირი განსაცდელი მიწასთან არ გასწორებს, მოკლედ ესე უნდა ვთქვა. ყველაფერი გადაგაქვს საკუთარ ტრანსფორმაციაში. ვითარდები ამ ყველაფრით და იზრდები. მოკლედ ესეთი შეხედულობა აქვს თქვენზე და ადამიანს შეიძლება უნდა რომ რაღაცნაირად გაიზიაროს შენი დარდები, მაგრამ შენ ცოტა ისეთი ხარ, არ ამხელ შენს დარდებს და იტყუები. შეიძლება გკითხოს ადამიანმა, რამე ხო არ გაწუხებს, ხო კარგად ხარ, მაგრამ კი, კარგად ვარ, ესე ეტყვი, არავისთან არაფერს არ საუბრობს საკუთარ განცდებზე, მოკლედ და ცოტა თითქოს მის თვალში რაღაცნაირად ისეთი მატყუარა, ამ ხრივ მატყუარა შთაბეჭდილებასაც ტოვებ. კარგი. ხო. ზოგადად მატყუარა კი არა, ამ ხრივ მატყუარა, რომ რაღაცას რომ შეგეკითხება, რომ ხომ მშვიდობა გაქვს, რა გჭირს რაღაცა, არაფერს არ ეტყვი და გრძნობს, რომ მაინც ატყუებ ამ ყველაფერს. და სიამბილეში ცუდად გრძნობ თავს. კიდევ რა შთაბეჭდილება აქვს თქვენზე ამ პიროვნებას? ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ? არ არის სხვათაშორის აუცილებელი, რომ მაინც და მაინც სასიყვარულო პარტნიორი გყავდეთ ჩაფიქრებული, შეიძლება ვინმე მეგობარი, ნაცნობი, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ჩაიფიქრეთ, მოკლედ, ესეთი შთაბეჭდილება აქვს თქვენზე ამ პიროვნებას. ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, კიდევ რა შთაბეჭდილება აქვს თქვენზე ამ ადამიანს? ის ფიქრობს, რომ თქვენ ხართ პიროვნება, რომელიც სულ რაღაცა ერთი და იგივე შინაარსის შთაბეჭდილება ამომდის და მეც აღარ დავამატებ, იმიტომ რომ თითქმის ერთი და იგივე შინაარსი ამოდის. პიროვნება, რომელიც განვითარდა უამრავი დაბრკოლებების ხარჯზე.
უამრავი თეთრად გათენებული ღამეების და ბრძოლების ხარჯზე და გადავიდა უფრო მაღალ ლეველზე. პიროვნება, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ. და ცდილობს, რომ საზოგადოებაშიც ცდილობს, რომ დაიმსახუროს ადამიანების ნდობა. ხო, აი ეს მეგობრებო, პიროვნება საკმაოდ ისეთი ადამიანი, რომლის გვერდითაც თვითონ ყოველ შემთხვევაში ესე გრძნობს თავს, საკმაოდ ჰარმონიულად და ბედნიერად, მიუხედავად იმისა, რომ ეს პიროვნებაო, ანუ თქვენზე იძახის, საკმაოდ გულნათკენი და განადგურებული შეიძლება ყოფილიყო თავისი ისტორიიდან ან ისტორიებიდან გამომდინარე, რაც ცხოვრებაში გადახდენია, მაგრამ იმის მიუხედავად ისეთი ენერგეტიკა აქვს მაინც ამ ადამიანსო, თქვენზე ფიქრობს ამას, რომ მე მასთან ძალიან ჰარმონიულად და ბედნიერად გგზნობ თავს. აი ესეთი შთაბეჭდილება აქვს თქვენზე, თქვენს პიროვნებას მეგობრებო. ძალიან კარგი. ახლა დაგემშვიდობებით, ჩემო კარგებო. ბედნიერებას გისურვებთ ცხოვრებაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმისთვის, რომ აქტიურობთ ჩემს გვერდზე. ძალიან მახარებს ეს ფაქტი, მაგრამ უფრო მეტი ნახვები აქვს ხოლმე ვიდრე გამოწერები, ჩემი გვერდის გამოწერები ვიდეოებს, ანუ ვიდეოებს უფრო მეტი ნახვა აქვს, ვიდრე ჩემ გვერდს აქვს გამომწერების რაოდენობა. და ძალიან გამიხარდება თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, გამოიწერეთ კიდეც ჩემი არხი და უფრო მეტად რეზონირდება ხოლმე თქვენზე. და ვფიქრობ, რომ რაღაც ურთიერთობებთან დაკავშირებით სხვადასხვა საკითხებზე უფრო ვრცელი ვიდეოები ჩაგიწეროთ ხოლმე. ვისაც პირადი კონსულტაცია გნებავთ ტაროსთან ან კოუჩინგურ სესიებთან დაკავშირებით, ასევე მეტაფორული ბარათებით სესიებთან დაკავშირებით, დამიკავშირდით პირად ნომერზე 591162325. მაგრამ მე ჩემი მხრიდან გირჩევთ, რომ რაღაცებზე ესე ზეპირად პასუხების მიღებას, რასაც ესე ტარო უფრო გვაძლევს ხოლმე, რისი პასუხის გვაინტერესებს, ჯობია რომ მეტაფორული ბარათებით იმუშაოთ და თქვენ თვითონ მიხვიდეთ იმ პასუხებამდე, რაც არის სიმართლე და რეალობა. ტაროც გვაძლევს იმ პასუხებს, მაგრამ თითქოს ტაროს პასუხების შემდეგ ვაკვირდები ხოლმე ადამიანებს, რომ უფრო მეტად მოლოდინის რეჟიმში გადადიან და მოქმედებები უჭირთ ხოლმე. ამიტომ გირჩევთ, რომ მეტაფორული ბარათებით მიხვიდეთ თქვენს სწორ პასუხებამდე. და ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ უფრო მეტად გავითარდებით, თქვენს თავზე იზრუნებთ და აღარ დაუწყებთ რაღაცებს ლოდინს, რაღაცებს ან ვიღაცებს ლოდინს და დროს და წუთებს და საათებს აღარ გაფლანგავთ უბრალოდ მოლოდინის რეჟიმში და იქნებით გადართული საკუთარი თავის განვითარებისკენ. წარმატებები მეგობრებო, დროებით.